თუ ვინმეს არ უნდა ომის დასრულება, ვისაც უნდა სისხლის ღმრის გაგრძელება, ვისაც უნდა ბავშვების, მოხუცების, ქალების მკვლელობა უკრაინის სრულად განადგურება, ოღონდ მიზანს ვერ აღწევს, რომ ვიცოდეთ მაინც, ეს არის შლეგი ლიდერი ამ შლეგური სახელმწიფოსი რუსეთისა, რომელმაც დღეს ფრიად საინტერესო განცხადება გააკეთა პასუხად გმირი პრეზიდენტისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იცით თქვენ, რომ ღია წერილით მიმართა რუსეთის სისხლის მსმელ და სისხლის მღვრელ ლიდერს, კაცს, რომელიც ეჯიბრება სტალინს, მაგრამ ასაკვირველია, ამ შეჯიბრში ის დამარცხებულია. დღეს პუტინმა უპასუხა ზელენსკის და კარგია, რომ მე აქამდე ვიდეობლოგი ამ თემაზე არ ჩამიწერია მიზეზთა და მიზეზთა გამო, იმიტომ რომ აქაურ ამბებს, პაპუაშვილებს და ჭიახუებს გადავყევი, მეთქი ასე ვიტყვი. მაგრამ ახლა კი მიწევს ვიდეობლოგის ჩაკითხვა კი არა, ჩაწერა და მანამდე კი ჩაგიკითხავთ ჯერ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს და აქა-იქ ჩემს კომენტარებსაც დაურთავ, ან შემდეგ დაურთავ და უკვე შემდგომ პუტინის პასუხსაც გაგაცნობთ, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჯერ ერთი ამ პუტინს მართლა დაუცურდა, ეს ერთი. და მეორე, პუტინს ჰგონია, რომ ამ ომში იმარჯვებს, ჰგონია, აკი გითხარით და აკი ამიტომაც ამბობს უარს იმ წინადადებებზე, რომლებიც მას გაუკეთა უკრაინის გმირმა ლიდერმა ზელენსკიმ. ზელენსკის წერილი ასე იწყება. საკმარისია ომი. უკრაინა ამ ომის დასრულების წინ შეთავაზებით გამოდის. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება. წერილში აქვე გთეთყვით, რომ ზელენსკი ამბობს შემდეგ სიტყვებს. გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა, მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება. ისევე როგორც რუსეთის ლიდერს არაფერი ესაქმება კიევში. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. ამასაც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს და აგრძელებს. გთავაზობთ შეხვედრას კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში, ანუ ტრამპი და პუტინი რო შეხვდნენ ერთმანეთს, დაგპირდნენ თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ან კორიდში არ წყდება. ჩვენ შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებით შეიძლება შეუერთდნენ. რადგან ომი ევროპაში მძვინვარებს, რადგან ევროპაში მიმდინარეობს ომი, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ. ნახეთ, იქით ეს შეტევითი სტილი ზელენსკისა არის ძალიან დამთრგუნველი ნებისმიერისთვის, მათ შორის ყინჩად რომ გრძნობს თავს იმ კაცისთვის, ანუ პუტინისთვის. თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გჭირდებათ, თქვენთვის გსურთ. ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება, მათ შორის თქვენთვის. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ ამ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატების და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია. ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პირადად ვლადიმერ პუტინი არ მივა აზრამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. შესაბამისი ციტატა: ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭირს, მაგრამ თქვენს გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლას საკუთარი არსებობისთვის. არა რუსეთის, ნახეთ, კიდევ ერთი ფსიქოლოგიური, ირონიული თან, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა. რუსეთის არსებობისთვის კი არ მოგიწევს შენ ბრძოლაო, ასე მიმართავს ზელენსკი პუტინს. არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის და პუტინის პირადი უსაფრთხოება მართლაც
მართლაც არ არის გარანტირებული კითხვა სხვათა შორის რომ მე ჯერ არ ვფიქრობ 2030 წელს მივიღებ თუ რა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვინც ის ამაზე დავფიქრდები, ახლა ბევრი საკითხი მაქვს გადასაწყვეტიო, მაგრამ 30 წლამდე მიატანს კი მე გეტყვით რომ კიდევ ერთხელ ჩამოვდივარ სანეძლავოს 2027 წლის ივნისის 4-ში თუ 3-ში უშინ წინ თუ არ ვწდები თქვი ეს შესაბამისად 3 რიცხვში 1 წლის თავზე პუტინი არათუ პოლიტიკაში არ იქნება ჩემი აზრით, არამედ ცოცხალიც კი არ იქნება. ზელენსკიც ამგვარ საკითხზე უმახვილებს მას ყურადღებას და ამბობს შემდეგ რამეს. მაგრამ თქვენს გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის, არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისათვის ცოტა მეღიმება და აღფრთოვანებულიც ვარ. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქ არ არის, ეს ფაქტებია რუსეთის ისტორიიდან. და ასეა მართლაც ხელმძღვანელები, ლიდერები რუსეთისა, როდესაც მარცხდებოდნენ ვინიცის და მარცხდებოდნენ სამუდამოდ. ვინიცის და ისინი იღუპებოდნენ. ვინიცის კი არა, ნამდვილად იღუპებოდნენ ბევრი მათგანი ისტორიას დამარცხებულადაც შემორჩა და დანარცხებულადაც, განადგურებულადაც, ლიკვიდირებულადაც. რომლებიც თქვენს კარგად იცით. როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ეს ასეც არის ახლა ავღანეთის ომი, კიდე ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინოება. ჩვენ შეგვიძლია ასეთ დაღლილობაზე ვიმუშაოთ, ანუ მე ამ დაღლილობას უზრუნველყოფ შენთვისო. შენთვის და რუსეთისთვისო. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ, მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიძინა. დიდება უკრაინას. აი ეს არის წერილი და მე გავამახვილებ კიდევ სხვა ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებზე ჩემი მოსაზრებით ყურადღებას, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას და რომლებიც ასე მედიაში არ გამოჩენილა, ან ასეთი ანალიზი ბევრგან არ შემოხვედრია. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თქვა, არსად წერილში არ არის ხსენებული პუტინის სახელი და გვარი. მით უფრო რუსული წესით, აი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ასე არ მიმართავს არსად ზელენსკი პუტინს პირიქით ჩემი მოსაზრებით სრულმუდმივად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამცირებს და ამცრობს. გარკვეულზე მეტი ირონია. თქვენ აი ესე მიმართავს პრაქტიკულად კი არა, მთელი წერილის განმავლობაში. ფსიქოლოგიურ ზეწოლას რო ახდენს ეს გითხარით. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ზელენსკი ამახვილებს ყურადღებას იმაზეც რომ ჩვენში რომ დარჩეს პუტინის უსაფრთხოება ფლად უზრუნველყოფილი არ არის. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც არ ჩანს. მაგალითად ევროპელების ხსენება, მაგალითად ამერიკელების მოწვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რა უპასუხა ამ ყველაფერს პუტინმა, რომელსაც მართლა სჯერა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ომს იგებს 2400 რაღაცა კილომეტრია და ჩვენ წინ მივიწევთ ომის წინაღმომწ ფრონტის ხაზზე. პრაქტიკულად ყველგან ეს თქვა პუტინმა გუშინ იყო თუ გუშინ წინ პეტერბურგში ყოფნისას გუშინ. მას ანაბოლებენ, ან თავს იჯერებს, რომ წინსვლა აქვთ რუსეთის შეერაღებულ ძალებს. არა და პეტერბურგში სადაც იყო, მოსკოვში სადაც არის და კიდევ გარშემო სადაც უნდა ხოლმე ყოფნა, აფეთქება მოსდევს. ამას ან არ ეუბნებიან, ან ჩემი მოსაზრებით ეუბნებიან, მაგრამ მას უბრალოდ ომის გაჩერება არ შეუძლია, მათ შორის იმიტომ რომ ჯარისკაცები, სალდატები, ოკუპანტები მიუტრიალდებიან და ყურში მოხიტებენ ხელს და გამოათრევენ იმ კრემლის კაბინეტებიდან. ახლა რას პასუხობს ზელენსკის პუტინი, მაგრამ მანამდე ვიტყვი რომ პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, უფრო კითხეს და უპასუხა და მან თქვა რომ ის პრინციპში მიესალმება ეს ყველაფერი მაინც თეორია, ეს ყველაფერი მაინც არ არის ხელშესახები და წინ პროცესი არ დაძრულა, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის. ეხლა პუტინის პასუხი. ნახეთ რას ამბობს. ეს პატარა კაცი, რომელსაც უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გაანადგუროს უკრაინა, მოკლას მეტი ბავშვი, მეტი ქალი, მეტი მოხუცი, მეტი უკრაინელი და საერთოდ მიწასთან გაასწროს, ოღონდ ამბავიც ის არის, რომ ვერ აღწევს ამას და არათუ ვერ აღწევს წლის ბოლომდე რუსეთი. საერთოდ მაღალზე მაღალი ალბათობით მოდი ამ დაშვებით ვიტყვი,
დაასრულებს ამ ომს და აღიარებს საკუთარ მარცხს. და აი ამ პერიოდიდან ივნისამდე აქ გითხარით რომ პუტინს მართლა გამოათრევენ გენერლები თუ ოლიგარქები თუ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, ელიტების წარმომადგენლები და ვინც ის დაწითელ მოედანზეც კი დახრეტენ, მეთქი ვიტყვი ასე. ჯერ კიდევ გუშინ მანახა ეს წერილი ჩემმა პრეს სპიკერმა პესკოვმა ის კიდევ ერთი ლოთიროა. მედვედევთან ერთად რო უთხრავს ხოლმე. სიმართლე გითხრათ ვერ მოვასწარი გაცნობა, ხო, ბებიაშვილისამ ახლა იმის სოფლის მეურნეობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა, გადასაწყვეტი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით უკაცრავად რომ ეს სიტყვა წავამსდა იმ დედა საიმას ქნებელ კაცზე. დღეს დილით პესკოვი მიდის და ვერ წააკითხა. იმიტომ რომ არა ის სოფლის მეურნეობაზე მსჯელობს და კიდევ იმაზე კიდევ მედვედევზე. ან რაღაც მეხუთე ხარისხოვან საკითხებზე გვერდზე უფეთქდება, სადაც აგდია ხოლმე დრონები და არა როგორ გეკადრებათ კაცო, მაგას როგორ შეიმჩნევს, რომ პესკოვის წერილი გამოართვა და სწრაფად წაიკითხა. მომაწოდა ეს ფურცელი, მე ის გადავიკითხე, ნახეთ როგორი აი კგბ-შენიკური, აი პირით შიტალ, აი კი წავიკითხე, გავეცანი გულდასმით გავეცანი და აი ესე აი უკაცრავად რუსული ნებრეჟნა წავიკითხე რა გაჯია. გადავიკითხე ზედაპირულად, მაგრამ მაინც ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. ზელენსკისთან შეხვედრამდე აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირების გადაწყვეტილების პოვნა. ანუ ჩემი ტერიტორიები, რაც მე რა არის ოკუპაციას მოვახდინეო, ის ტერიტორიები მომეცითო. გადითო დონბასიდან, დონეცკის, ლუხანსკის, ზაპოროჟიეს რაც დაკავებული, ხერსონის, ნუ გბომბავთო უბრალოდ, ნუ გვეწინააღმდეგებით და მე ვილაპარაკოთ. გააჯავრებს თუ არა ეს პასუხი ვაშინგტონს, ალბათ მაინც კი. თუმცა ვაშინგტონს თავისი ელიპოლიტიკა აქვს ჩართული. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არ დამეთანხმებიან ტრამპის მოწინააღმდეგეები. ჩემი აზრით არის მიმდინარეობს რუსეთის გეგმაზომიერი მოგუდვის სპეცოპერაცია. ამ პასუხმა უთუოდ გაახარა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც ახლა გავბედავ და ვიტყვი ხელფეხი აქვს უფრო მეტად გახსნილი. უკრაინა უძლებს ხალხს. უკრაინა არა მარტო უძლებს, არამედ უკრაინა შეტევაზეა. ამოუკიდებლად იმის, რას ამბობს რამბლერ რუსში, რომელიმე უგვანი პროპაგანდისტი ან ტელეგრამში რაც კითხულობთ რუსულ ტელეგრამ არხებზე. უკრაინა წინ მიდის. რუსეთს უკვდება 30 მინიმუმ და 35 ვინიც ის და ოკუპანტი უკრაინის ფრონტის ხაზზე. არ არსებობს რეგიონი, რომელშიც ზრდასრული მამაკაცების 5-7 ვინიც ის და 10% არ არის დახოცილი. ეს არის ომი, რომელშიც პირველად რუბიო ამბობს ამას, მე არ მენდოდ, რომელშიც პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში დახოცილთა რაოდენობა აჭარბებს დაჭრილთა რაოდენობას. ეს არის ომი, რომელშიც რუსეთი უკვე მეორედ ან მესამედ მგონი, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იძულებული იქნება გამოაცხადოს მობილიზაცია საყოველთაო და რო გაიწვევს თავის არარეკრუტირებულ ჯარისკაცებს, მათი უმრავლესობა დაიხოცება. ეს არის ომი, რომელთან დაკავშირებითაც ფედოროვი, უკრაინის თავდაცვის გენიალური მინისტრი, ამბობს, რომ 50,000 კაცზე ავალთ კვირაშიო, მოგაცრავად, თვეშიო, დახოცილ განადგურებულ რუს ოკუპანტებს. ეს არის ომი, რომელის დროსაც უკრაინამ შესძლო და მოახერხა ისეთით მაღალ ტექნოლოგიური იარაღის და არა მხოლოდ დრონების, მაგრამ დრონებზე გავამახვილებ ყოველდღიურად, შექმნა საკუთარი წარმოება, რომ ამის გამოცდილებას ტექნოლოგიაში მათ შორის იზიარებს არა მარტო რაღაც ევროპის რომელიმე ცოტა გამოპენტერებული თუ გამოპროტუნებული სახელმწიფო, ბოდიში ვიხდი ყველა სადიპატივისება, არამედ ისრაელი და შეერთებული შტატები. ეს არის ომი, რომელშიც განუსაზღვრელი რაოდენობით იარაღი მართალია ცოტა სირთულეებით, მაგრამ მიდის უკრაინაში. ეს არის ომი, რომლის დროსაც რუს ოლიგარქებს წაერთმევათ ფული და რუსეთის სახელმწიფო ხაზინას უკვე წაერთვა ფული იმ აქტივებს გულისხმობ, რომელიც გაუყიდა და მე ნაწილი გადასცა
ევროკავშირმა უკრაინას. უნგრეთის ვეტოც იცით თქვენ რომ პრაქტიკულად კი ნამდვილად დაძლეულია. ეს არის ომი, რომელსაც ვება სახელმწიფოს, ვება, მეშვიდე დედამიწის გადაჭიმული, მასთან შედარებით ძალიან პატარა სახელმწიფო უგებს. ეს არის ომი, როდესაც სუსტდება გარშემოც რუსეთი რამდენიც არ უნდა იქნიოს ხელფეხი. ეს არის ომი, რომელშიც რუსეთი იყენებს მომაკვდინებელი არა არეშნიკს და დამიზნებით კი არა. ასეულობით კილომეტრით იქით აგდებს და მე ეს შლეგი პუტინი ამბობს რომ ელსო გამოცდა იყო გამოსასწრელი პოლიგონებია რა უფლებით გამოსცადე თუნდაც არასწორ ადგილას ჩამოვარდნილი არეშნიკი გამოსცადე უკრაინის ტერიტორიაზე თუნდაც მით უფრო იმ ტერიტორიაზე რომელსაც შენ აკონტროლებ ნაწილობრივ ეს არის ომი რომელშიც მოხდა უნიკალური ოპერაციები მოსკვას კრეისერ მოსკვას განადგურება ომის დასაწყისშივე აზოვის ბატალიონის მიერ ერთი პატარა მაინც ასე ვიტყვი კარგი სხვაგვარად ვიტყვი დიდი აზოვსტალის საოცარი დაცვა იქ ჰეროიზმის აი 289 არა 1728 წელიწადი რო გაივლის პირობითად აი ამ ისტორიას ასწავლიან ეს არის ომი რომელშიც რუსებმა ეთნიკურად ეროვნებით რუსებმა აისხეს იარაღი და იბრძოლეს ახლაც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ ეს არის ომი რომელშიც მოხდა მოსკვა ვთქვი რომელშიც ერთმა კაცმა დაუყვირა რუსკი ვაიენნი კარაბლ და მე გაუშვა სამასოზე ეს არის ომი როდესაც ერთმა მეორე კაცმა აიღო სიგარეტი დახვრეტის წინ და თქვა სლავა უკრაინე ეს არის ომი რომელშიც ჩატარდა ანუ რამდენიმე უნდა დავურთო უნიკალურესი ოპერაცია სახელწოდებით პაუცინა ომის ქსელი აბლაბუდა როდესაც აფრინდნენ და აფრინდნენ დრონები და გაანადგურეს რუსეთის სტრატეგიული ობიექტები ეს არის ომის როდესაც ვლადივოსტოკშიც კი ან ურალს იქით ომსკში სხვა მურმანსკში ჩელიაბინსკში რაღაცეები უცებ ბრახდა ფეთქდება პატარა ქვეყანა აფეთქებს და ეს არის ომი კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება სამოქალაქო გმირობისაც მათ შორის ადამიანებისა და ეს არის ომი რომელშიც ერთმა არა მეტმა მაგრამ ჩვენ ერთი გვტკივა იმიტომ რომ მაინც ქართულ გვარიანია რუსი კი არის მაგრამ ქართულ გვარიანი ერთი შეშლილი ჩვენი თანამემამულე ვერაზდიდებით ვერ მიხვდა აი ეს არის უცუდესი ამბავი ჩვენთვის რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს უნდა ყოფილიყავით და პუტინმა თქვა უარი მოლაპარაკებებზე ამიტომ სრულდება პუტინ მოყვარულებო გითხრათ სიმართლე მე გამეხარდა რომ პუტინმა თქვა უარი მე გამეხარდა რომ პუტინმა თქვა უარი მე კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ აქ არ იქნება შენც გაიმარჯვე მეც გავიმარჯვე მოდი ეს ტერიტორია შენია და ეს ტერიტორია ჩემია მოდი აქ დავშორიშორდეთ შევწყვიტოთ სისხლის ცხურცხა საშინელება მოდი რასაკვირველია მაგრამ ასე არ იქნება ორივე გამარჯვებული ან ორივე დაკმაყოფილებული ან ორივე უკმაყოფილება მაგრამ ნაწილობრივ არ იქნება ასე ეს ომი სრულდება ასეა ეს ომი სრულდება პუტინისათვის შუბლში ტყვის დახლით აგერ მე და აგერ ბიზინა ივანიშვილის ჩაბო პარსული ულვაში ნახვამდის